მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ ჩაგვიწერა პოდკასტები და გაგვიზარებინათ თქვენთვის ესეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონით. ეს არის ჰამლეტის მეორე ნაწილი, პირველი ნაწილიც დადებულია ერთი კვირის უკვე და პირველ ნაწილში ვილაპარაკეთ სხვა პერსონაჟების ამბებზე, მიმართებებზე, მნიშვნელობებზე და ასე შემდეგ და უკვე ამ ნაწილში უშუალოდ შევეჯახებით. რაღაც ეგეც ვიზავთ ჰამლეტთან მიმართებით. და უშუალოდ ჰამლეტის პერსონაჟის გავლენაზეც ვილაპარაკებთ სხვა ტექსტებთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. ხო, ნუ ეხლა სტანდარტულად ვერ დავიწყებ პირველი აბზაციდან, მაგრამ მოდი სახელით დავიწყებ მე. არის ერთ-ერთი ვერსია, რომ ჰამლეტის და გამოცემამდე 1604 წელს გამოიცა, 2 წელს დაიწერა საბოლოო ვერსია, როგორც ამბობენ. მაგრამ მანამდე იწერებოდა წინა პოდკასტში ეგ ვთქვით. რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა შექსპირის შვილი, ვაჟი, რომელიც დაიბადა 1595 წელს და გარდაიცვალა 11 წლის, 1596 წელს. და მის შვილს ერქვა ჰამნეტი. როგორც ამბობენ, ჰამლეტი და ჰამნეტი ერთი და იგივე იყო იმდროინდელ ინგლისში, იმიტომ რომ როგორც ესმოდათ, ისე წერდნენ. ჰამლეტ ერთნაირად გამოითქმის, ხო? ხო და შეიძლება რომ ეს იყოს პირველი ტრაგედია, ტრაგედია როგორც ლიტერატურული გაგებით, რომელიც პიროვნულ გასაჭირზე არის ნასაზრდოები რა. ხო, ამიტომ სახელით ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ეგ არის, ხო, რომ რეალურად აქ მამა არის მკვდარი, მას შვილი ყავდა მკვდარი და ინსპირაცია როგორც ჩანს რა ერთ-ერთი ვერსიით შვილის გარდაცვალება მისცა. მოდი სანამ რეალურად ეხლა ამ ვიდეოში ფსიქოანალიზი უნდა ვცადოთ ჰამლეტის ფსიქოანალიზი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორი, რომელსაც დაუწერია ჰამლეტის შესახებ. და სანამ მაგას ვიზავთ, წინა ეპიზოდში არ ვამბობთ ჰამლეტთან დაკავშირებულ სიუჟეტებზე ბევრ რაღაცას, ერთადერთი რასაც ვახსენებთ არის ოფელიასთან მიმართებით. ლიტერატურული ისიც ხაზიც უნდა განვეხილოთ ახლა. კი, მოდი რამდენიმე შეხვედრის სცენებზე და დიალოგებზე ვილაპარაკოთ, რაც ჰამლეტს სხვა პერსონაჟებთან მიმართებით აქვს. და მე უშუალოდ გადავიდეთ. აი, მაგალითად, ჰამლეტის პირველი სცენა, ჰამლეტის გამოჩენის პირველი სცენა არის კლაუდიუსს რო ელაპარაკება. და კლაუდიუსი ამ სცენაში ჰამლეტს ძალიან აგინებს და აფურთხებს, შეფარვით ცხადია, აკნინებს, ესე მარტივად რო ვთქვათ და ჰამლეტს ამაზე რეაქცია ვერ აქვს. შესაბამის რეაქციას არ ავლენს. ჩუმად ზის და იღებს ამ გინებას რა. ხო. ეს მე მგონია რომ ჰამლეტის დასაწყისში და ჰამლეტი ბოლოში ხო სხვადასხვა პერსონაჟია, იმიტომ რომ ხო როგორც წინა ეპიზოდში ვთქვი, ჰამლეტი არის პირველი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც ცვლილებას განიცდის. ტექსტის დასაწყისში როგორიცაა, ისეთი აღარაა ბოლოში, სხვანაირი. და ეს ამ განსხვავებისთვის ეს სცენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა. კლაუდიუსის სცენაში ჰამლეტი უძლურია, ჰამლეტი მოქმედოა, პატარა ბიჭივითაა, რომელიც უბრალოდ დგას და დატუქლას იღებს რა. მან და მე მონოლოგი აქვს მანდვე დედამისთან მიმართებაში, რომ დედაკაცო არაობა უნდა გერქვა შენ, ესეც რაღაცებს ამბობს. და რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ჩუმი გინების და შეფურთხების მეტი ჰამლეტს არაფერი არ გამოსდის რა. ხო. მე არის მამის სცენა. მამასთან შეხვედრის სცენა. ეგ რაც აღძრავს ჰამლეტში უკვე ყველაფერს. მამასთან შეხვედრის სცენა ჰამლეტისთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჯერ ერთ იმას ვერ იაზრებს, რომ მამამისი აქ მაგის სანახავად კი არა ამოსული, იმის გასარკვევად ამოსული ჰამლეტი რამის გამკეთებელი არის თუ არა. და მამამისი ვინ უჯდენია რომ ჰამლეტს რაღაცა გააკეთებინოს და ჰამლეტი უკვე აქ მოძრაობას იწყებს. აქედან იწყება ეგრეთ წოდებული ოდისეა ჰამლეტის, ოღონდ არა სამყაროს მიმართ ოდისეა მოგზაურობა, არამედ საკუთარ თავში მოგზაურობა. და მთელი ეგზისტენციალური კრიზისი შემოდის ჰამლეტთან. რაც ჯოისმა ულისეში. კი, ზუსტად, ჯოისი ულისეში აკეთებს მაგას. რეალურად ჯოისი მაგას აკეთებს, იღებს ჰამლეტს და იღებს ოდისეას. და ოდისეას კი ზუსტად ვიწყებს ოდისეას პრინციპს იღებს რომ მოგზაურობა და ჰამლეტის პროტოტიპს იღებს რა რომ მოდი მოგზაურობით შევცვალოთ პერსონაჟი ოღონდ აზრობრივი მოგზაურობით რა მოდი მაინც ეს განსხვავება ვთქვათ რა იმიტომ რომ ჩვენ რაც ვისწავლეთ ლიტერატურაში მოგრედ ერთ-ერთ საგანში ლითხელში რა განსხვავება ოდისევსის და ჰამლეტის ტიპის პერსონაჟებს შორის შენ რო თქვი რომ ერთადერთი პერსონაჟია რომელიც იცვლება ეგ რას ნიშნავს ოდისევსური ტიპის პერსონაჟები ნიშნავს იმას რომ
მოკლედ ნაწარმოების განმავლობაში პერსონაჟი რასაც აკეთებს, შეიძლება ერთ მომენტში ასე იქცეოდეს, მეორე მომენტში ისე. თუმცა ეს განსხვავებული ქმედებები არ ნიშნავს, რომ მის პიროვნებაში რაიმე ცვლილება მოხდა. არა, ის იგივე პიროვნებაა ზუსტად, უბრალოდ ავტორი, ამ შემთხვევაში ჰომეროსი გვანახებს სხვადასხვა კუთხიდან ამ პერსონაჟებს. მაგრამ შექსპირი რა ცვლილებას ახდენს ლიტერატურაში. შექსპირი აკეთებს იმას, რომ კონკრეტულად ჰამლეტის მაგალითზე პერსონაჟი იცვლება, ოღონდ მართლა იცვლება, ანუ თუ ჰამლეტი თავიდან არის ესეთი, მერე თუ სხვანაირად იქცევა, ჰამლეტი არის აბსოლუტურად სხვა პიროვნება, ანუ მეტამორფოზის და გარდასახვის იდეა იბადება შექსპირთან. და რაც გითხრა ოდისეას ეპიზოდი ნახეთ, კარგად მისახვედრად მაგის და ის ფრაზა რო გითხრა, ხო? ზალმა რო ისო ჰომეროსმა მოკლა მითი რომ დაბადებულიყო ლიტერატურა და შექსპირმა მოკლა ლიტერატურა რომ დაბადებულიყო ადამიანი. და ჰაროლდ ბლუმის წიგნს ქვია ზუსტად The Birth of Human. ადამიანის დაბადება. სხვათა მაგას ისევ და ისევ მსოფლმხედველობიდან გამომდინარე თავისი ახსნა აქვს. თუ რატო არის ეგეთი პერსონაჟები და შექსპირი რატო ქმნის სხვანაირს? ხო, რატო? ოდისეას პერიოდში ბერძნული აღქმით ადამიანის სამყაროს ნაწილია. და შესაბამისად რაღაცა ფართოს ნაწილი რო ხარ, შენ ვერაფერს ვერ შეიმატე მან გამოიკლებ. როგორიც ხარ, ან როგორი ნაწილიც ხარ, ეგეთი ხარ რა. უბრალოდ სამყაროს რომ მიემართები, შენი გამოვლინებები შეიძლება განსხვავდებოდეს. მეტი არ იყოს განსხვავებული რაღაც პერიოდებში რა, მეტი არაფერი. ანუ ამოსავალი წერტილი არის სამყარო? ხო, სამყარო და ის რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. ხო. ერთ-ერთი გამოვლინებები იცვლება და უკვე შექსპირის სამყაროში, ჰამლეტის სამყაროში, ჰამლეტის გარემოში სამყაროს ნაწილი აღარ ხარ. სამყაროს აღარ მიემართები ეგრე რა, საკუთარ თავს მიემართები. საკუთარ თავს რომ მიემართები, ეს გამოვლინებებიც შენ თავს მიემართება და შენი თავი როგორც ნახე, რაღაც მოვლენებთან მიმართება რომ გებადება, გექმნება. ეს მოვლენები შენზე რაღაც გავლენას ახდენს. ეს გავლენები მე როგორღაცნაირად გაყალიბებს და მაგნაირად რო გაყალიბებს, უკვე სხვა მოვლენებს სხვანაირად მიემართები. ანუ ცვლილების ელემენტი დაშვეულია რა. ოდისეას სამყაროში ცვლილების ელემენტი დაშვებული ვერ არის, იმიტომ რომ ერთნაირად მოგემართება ყოველთვის. ეგ რატო? არ მოგემართება. ანუ რატო ხდება რა? უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, შექსპირთან იბადება გაორების პრინციპი. ზუსტად. ანუ ეს მოდერნულ ადამიანს რაც ახასიათებს, რომ ყოველთვის რაღაცა ორი აზრი რო გიტრიალებს თავში, რომ ეხა ეს ვქნა, არ ვქნა, ის რო ვქენი, აქედან რო გიძახის ხმა რო კარგი იყო, მაგრამ აქედან რო გეძახის რო ეს რა გააკეთე და ანუ გახლეჩილი მე რა, როგორც კავკასიაზეც ვახსენეთ ეგ და ოდისეაზეც ვახსენეთ და ეს რეალურად იწყება ჰამლეტში. ჰამლეტის გაყოფილი მე, ანუ ჰამლეტის შინაგანი გაორება ბადებს ახალ სამყაროს ლიტერატურაში. რაზეც მე დაეშენება ყველა. კი. აბსოლუტურად ძალიან ბევრი ავტორი, ყველა არაცხადია, მაგრამ მთელი მოდერნიზმი მაგან განსაზღვრა, რომ ადამიანის შიგნით არის შინაგანი განხეთქილება და ეგ კლავს. აი ჯოისთანაც ეგ არის წინაზე რომ ახსენეთ. ეგ ხო მე გავლენებით დაალაგდა ეგრე რომ ჰამლეტი, ნუ ფროიდმა აიღო ჰამლეტი და ოიდიპოსი. ხო. და ძმები კარამაზოვები. ხო, და ძმები კარამაზოვები, მაგამდე დოსტოევსკის ჰქონდა, დოსტოევსკისაც აქვს ჰამლეტი აღებული. მე ამ ორმა უდიდესმა ფიგურამ რო აიღო ეს ორი ტექსტი, ეს ტექსტები, განსაკუთრებით ჰამლეტი, მე უკვე ეგზისტენციალიზმი ეჭიდება იმას, რასაც დოსტოევსკი და ფროიდი ეჭიდებოდნენ და შესაბამისად სრული გადათამაშებაა ეგზისტენციალიზმი ჰამლეტის. შეიძლება თქვა, რომ ეგზისტენციალიზმი და ფროიდი ერთ პერიოდში ახერხებს ჰამლეტიდან საზრდოს ამოღებას რა, იმიტომ რომ კაფკა არის მაინც დასაწყისი ერთ-ერთი პირველი და თანამედროვეები არიან თითქმის. ანუ კაფკა რო კვდება, აი ფროიდიც მაშინ მოღვაწეობს, ესე ვთქვათ რა. ეგ ის ამბავია, ანუ ეს გავლენები დოსტოევსკი განსაკუთრებით და მაგამდე ჰამლეტი ფსიქოლოგიამ აიღო ფროიდის მიმართულებით და ლიტერატურამ აიღო ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური ლიტერატურის მიმართულებით. და ფილოსოფიამაც, ხო, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ანუ, როდესაც აი ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის და თავის ქალა რო უჭირავს იორიკის და სიკვდილის ფიქრი და აი რა მოხდება შემდეგ და ეს თითქოს ქრისტიანული რწმენა რომ ჩვენ სიკვდილის კი არ გვეშინია, არამედ ვემზადებით სიკვდილისთვის, ეგ ირყევა და ადამიანი
ადამიანი არის ტყვე საკუთარი აზრების და მაგიტო აი რო ახსენებს პირდაპირ დანია საპყრობილია ხო და იქვე იძახის რომ ეს ჩემი აზრია ვიცი მაგრამ მე ამ ჩემი აზრების ტყვე ვარო ანუ ის საკუთარი აზრებიდან გამომდინარე არის საპყრობილეში სხვათა შორის გორგილაძეს ქონდა ზაზა ბურჭულაძესთან ინტერვიუ სიმსუბუქე და მან დაეუბნება ზუსტად ზაზა ბურჭულაძე მაგას გორგილაძეს კი არა კაცო იმას ეუბნება რა ქვია გამახსენი ღმერთო გოგი გვახარიას რომ მე ძალით ვიგდებ თავს საპყრობილეში მე ციხის ადამიანი ვარო ეგეთ რამეს ეუბნება ანუ ჰამლეტური ხო მესმის ჰამლეტზე მსგავსება ესე ვთქვათ რა არ ვიცი ალბათ საზრდო რომ მიიღოს მწერლობისთვის შეიძლება ეგ იყოს ერთი ვარიანტი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს არის თანამედროვე ადამიანის პრობლემა ჩვენ ყველა სამწუხაროდ ჰამლეტს გავართ ყველა რავი არ ვიცი მაგრამ მე მგონია რომ ყველა ჰამლეტს გავართ როდესაც არ გავარდა და ძალიან ბერძნული გავლენებით არის მოძრავა აუცილებლად ჰამლეტი იქნება აი გალაქტიონის ლექს ხო ქვია ჰამლეტის ქნარით აი ზუსტად ეგ ქნარი მოყვება ჰამლეტის. ოღონდ იქ სხვა ქნარი იგულისხმება ცხადია, მაგრამ პრინციპი იმაშია რომ ჰამლეტობა ნიშნავს რაღაცის გაფუჭებას, განადგურებას. დანგრევას, დიონისური ენერგია მოდის აქედან და აუცილებლად დანგრევა. გალაქტიონის ლექს ჩემი აზრით კიდე ჰამლეტის ქნარი, იმიტომ ქვია რომ ლექსში გვაჩვენებს რა გააფუჭა ჰამლეტი, რა გაანადგურა. და ეგ ძალიან მაგარი რაღაცის თქვა მინდოდა და დამოვიწყდა. რატომ მოვიწყდება ყოველთვის რაღაცები? ნიჩე რო ახსენე, ნუ ნიჩესაც ტრაგედიის ნუ ჯერ ნიჩეს ტრაგედიის დაბადება არის საერთოდ აი ტრაგიკული პიესების გასააზრებლად ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, იმიტომ რომ ხსნის პირდაპირ ეს ქორო და საიდან მოდის რა მოკლედ ტრაგედია და მან პირდაპირ ჰამლეტს ახსენებს, ხო? ანუ ჰამლეტს იშველიებს, როგორც ფროიდი იშველიებს. მოდი ფროიდულად ვთქვათ როგორ არის. ესე იგი ფროიდის მიხედვით, ნუ გასაგებია ეხა რაც არის, მამა მკვდარი ყავს და დედის მიმართ უჩნდება, ანუ ოიდიპოსის კომპლექსი, ხო? ანუ დედის მიმართ უჩნდება სექსუალური ტიპის ლტოლვა ჰამლეტს. და ფროიდის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ ორი მამოძრავებელი აქვს ადამიანს ლტოლვა სიკვდილისკენ, ანუ თანატოსი და ლტოლვა სიყვარულის, ანუ სექსუალური ენერგია, ანუ ეროსი, ხო? ეროსი და თანატოსი. ორივე ჩანს ჰამლეტში. ეროსი, ანუ სიყვარული ჩანს ოფელიას მიმართ, რო ეუბნება პირდაპირ მახვილი და უკუნესელი ვერ გადარჩები თუ რაღაც ეგეც სათამაშოები ავაჭხრიალოთ. მოკლედ აი სექსუალური ენერგია ძალიან მომძლავრებული აქვს ჰამლეტს. და ასევე აქვს სიკვდილისკენ სწრაფვაც, რომელიც სპექტაკლში ჩანს, ხო? მაგაზე მთელი ლიბრი ვილაპარაკეთ. ანუ ფროიდის მიხედვით სპექტაკლის სცენა აიხსნება ასე. მისი მიზანი არის, რომ გამოიჭიროს კლავდიუსი მამამისის მკვლელობაში და სინამდვილეში თავადვე ეგება მახეში და თავადვე ამჟღავნებს მამის მკვლელობის სურვილს. აი იქ როცა მიდის უკვე და უნდა მოკლას ერთმა პერსონაჟმა მეორე გადათამაშება როა ამ ამბის, მან დარი რომ აი უკვე აღზნებულია, რომ მალე მოკალი, მალე და ეგ არის ფროიდულად ის, რომ საკუთარი უკვე მკვდარი მამის მოკვლის სურვილს რო ამჟღავნებს. და ნუ სექსუალურიც ჩანს ოფელიას მიმართ, სიკვდილი თანატოსის ჩანს მამის მიმართ. მე ძალიან არ მომწონს ფროიდული წაკითხვა ჰამლეტის, იმიტომ რომ აშრობს ტექსტს და თან რაღაცა უხეში ის არის. ანუ არ მომწონს რა. იმიტომ კი არა რომ რაღაცა მორალურად და რა. არა. არ არის სასიამოვნო. წმინდა ლიტერატურული გაგებით არ მომწონს. ხო, მე ფროიდის პრინციპი, ოღონდ მაგაც ძალიან სწორია რეალურად რა მამამისს უნდა რომ აჯობოს. მამამისს უნდა რომ აჯობოს? მამამისს უნდა რომ აჯობოს. ჰამლეტს უნდა რომ მამამისს აჯობოს? ჰამლეტს უნდა რომ მამამისს აჯობოს. რაში? თუნდაც დედამისის დაუფლებაში, თუნდაც დედამისის დაუფლებას რანაირად ცდილობს? პოლონიუსის მოკლედ, კლავდიუსის მოკლედ. კლავდიუსის მოკლეს სურვილი რეალურად იმიტომ ხო არა აქვს ჰამლეტს რომ მამამისი მოკლა. ეგ არ ადარდებს. ფროიდულად თუ შენი აზრით? ორივე. ფროიდულად განსაკუთრებით. როგორ არ ადარდებს? ფროიდულად კლავდიუსის მოკლა მამამისის მოკლის ტოლფასი იქნება. ხო, და მაგიტო ანუ ფროიდულად თან დედამისზე რო ამბობს რომ არა რაობა დედაკაცი უნდა გერქვა შენ. ეგ მაინც რაღაცნაირი მისწრაფებაა რა.
ანუ მან ჩანს რომ ჰამლეტი ქალებს ნაკლებად ადამიანებად აღიქვამს, უფრო არარაობა არსებებად ვიდრე კაცებს და მაინც ლტოლვითი მიმართება აქვს დედის მხრიდან, იმიტომ რომ ეგეთი განცხრომები არ გექნება თუ არ გადარდებს რა. აი ძალიან მახინჯად რო ვთქვა, მე ძალიან არ მომწონს ახლა ფროიდი. სხვათა შორის ეს ორი ლტოლვა სექსუალური და სიკვდილის დედამისთან მიმართებაშიც ჩანს. სიკვდილის არის აი პოლონიუსი რო იმალება ფარდის უკან სანამ მოკლავს. მან რატო დაიყვიროს პოლონიუსი? იმიტომ რომ დედამისი იძახის მკლავს მიშველეთო. ანუ აი ეს რაღაცა სისხლი და გაგიჟება და სიკვდილი ეგ და მაშინ ამ ლოგიკაში სექსუალურიც აქვს, ხო? თან ეს ერთმანეთს ერწყმის. ზუსტად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ფროიდს აქ ისა ძალიან კაი ესე დოსტოევსკი და მამის მკვლელობა ქვია კარამაზოვებს განიხილავს და იქ ამბობს სხვა რაშიც ვეთანხმები რომ კარამაზოვები არის ყველაზე დიდი რომანი რაც კი დაწერილა და შემთხვევითი არ არისო რომ სამი დიდი ნაწარმოები ოიდიპოს ჰამლეტი კარამაზოვები მამის მკვლელობის ღერძზეა აგებულიო და მე იქ ავითარებს თავის აზრს რაც ეხა ახსენით და ჰამლეტსაც მაგ იმაში მოაქცევს, ხო? სხვა შორის ეგ მაგისგან არის ქრისტიანობა დაცლილი. რისგან? მამის მკვლელობის აქტისგან რა, მაგისგან ქრისტიანობა სრულიად გვცლის. მკვლელობის კი არა, მიბაძვის აქტი ჩნდება რეალურად. მამის მოკლა კი აღარ გინდა რომ მამას მიბაძო. და მე ხა ძალიან ცუდად გადავათამაშებ ჩემი ინტერპრეტაციით გადავათამაშებ ამ ხა უმბერტო ეკოს სტატიას გიგანტების მხრებზე ეგრევე გენიალური სტატიაა. აღონთ ჩემი ბურად გადავათამაშებ. უმბერტო ეკო ეგეთ რაღაცას წერს, რომ ჩვენი საზოგადოება გიგანტების მხრებზეა აშენებული მხოლოდ, ანუ იმ ადამიანის მხრებზე აშენებული, რომლებსაც სიკვდილის არ ეშინიათ. და ყველა ის ადამიანი, ვინც გიგანტი ვერ არის, არიან ადამიანები, ვისაც სიკვდილის აშინიათ, შესაბამისად ვერ ბედავენ რაღაცა ახლის გაკეთებას. რაღაც ახალს არ ვამბობ, ცხადია, მაგრამ მარტო ამ ნაწილს ვიღებ ამ ესე კიდე ბევრი გენიალური მიგნება აქ და აუცილებლად წაიკითხა. და პრინციპი ეგაა, რომ იმისთვის, რომ შენ შეძლო რომ გიგანტი იყო, აუცილებელია რომ მამა შენის მოკლის სურვილი გქონდეს. ანუ მამის მოკლა პირდაპირ ეხა მართლა მამის მოკლა ხო ნიშნავს იმ ფიგურის მოკლას, რომელიც შენზე დიდია. და თუ ამ ფიგურის მოკლა შეძელი, გამოდის რომ შენ მასე დიდი ხდები, გამოდის შენ ხდები გიგანტი, რომელიც იკავებ მის ადგილს. ხო, და ხდები ის ფიგურა, რომელიც მის მხრებზე დადგება და შეძლებს რაღაცა ახალი გააკეთოს. ანუ მამის მოკლის შნო ვერ გაგიჩნდება, თუ სიკვდილის გეშინია. და რეალურად ჰამლეტი როდის აღწევს თავისი პერსონაჟობის პიკს, მაშინ როდესაც გონია რომ სიკვდილზე გაიმარჯვა. და ეგ არის მესაფლავების სცენაში. მეზღვაურები რომ მოიტაცებენ და მერე რო ჩამოდის. ესე იგი ის ხო სიკვდილს გადაურჩა. და მისი წარმოდგენით ის სიკვდილზე მაღლა დგა. შესაბამისად აღარ ეშინა და ეს უკვე ის დროა, როდესაც შეუძლია კლაუდიუსის მოსაკლავად გაიმართოს, ან მამამისის მოსაკლავად გაიმართოს და თავისი პიროვნულობის მწვერვალს მიაღწევს. მწვერვალის მიღწევის მექანიზმი ხდება მაგას ამბობ? ცდილობს ყოველ შემთხვევაში. ანუ ეს გიგანტობა რაღაც მიგნებების თვალსაზრისით დააკითხა უმბერტო ეკოსი გამოყენებული მე ისევ შევამბობ რომ ძალიან ჩემებური გადათამაშებაა და დიდი ანუ უმბერტო ეკო გამილაწუნებდა ამის გამო ასე ხა ვაკეთებ, მაგრამ პრინციპი მანდ აქ რო იყოს მე თანახმავი იქნებოდი. დიდი შეუნია. ხო და პრინციპი ეგ არის რომ მამის ქრისტიანობა მე მაგისგან გცლის რა. ანუ ქრისტიანობის ამ ინტერპრეტაციით ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ფუძე არის ის, რომ სიკვდილზე გალაშქრების ან გამარჯვების შნოს კი არ გიჩენს. პირიქით აკეთებს, ანუ სიკვდილს ხდის რაღაცა იდეას, რომელიც დაშორებულია შენგან, ანუ განზოგადებული ხდება სიკვდილი და შესაბამისად ყველანაირად ცდილობს ქრისტიანობა, რომ ეს სიკვდილის იდეა იმდენად შორს იყოს, რომ მაგაზე არ გეფიქრებოდეს, იმიტომ რომ ქრისტიანობა მიცის, რომ შენ თუ სიკვდილის გეშინია, შენ ვერ იმოძრავებ და ქრისტიანობა მიცის, რომ შენ თუ სიკვდილზე გამარჯვების სურვილით იმოძრავებ, შენ მამა შენს მოკლავ აუცილებლად. ანუ და ქრისტიანობაში მამა შენი ვინ არის? ვიცი. ქრისტიანობაში. ხო, გასაგებია, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვების სურვილით ქრისტიანი არ მოძრაობს? ქრისტიანი მოძრაობს მაგ სრულით, ოღონდ იმ კონტექსტში, რომ ზუსტად ისე გაიმარჯვოს, როგორც ქრისტემ გაიმარჯვა. ანუ მიმბაძველობის კონტექსტში და არა განზოგადებულ კონტექსტში. განზოგადებული როგორია? ანუ შენთვის, შენ როგორც რაღაცა საბამახანაძემ გაიმარჯვა სიკვდილზე და არა შენ როგორც ქრისტიანმა ადამიანმა გაიმარჯვა სიკვდილზე. ანუ შენ როგორც არაცოდვილმა ამაღლდე ჯოჯოხეთზე კი არა, შენ უბრალოდ სიკვდილი დაამარცხო. და სიკვდილის დამარცხება რეალურად გულისხმობს იმას, რომ სიკვდილის შიში არ გქონდეს მოძრაობისას. რეალურად ფროიდს რაღაცა ეგეთი აქვს, როგორც მახსოვს, რომ ორი მიმართება არსებობს სამყაროსთან, სიკვდილის შიში და სიცოცხლის სიყვარული.
იქიდან გამომდის ეროსი თანატოსი ზუსტად. ოღონდ სიტყვებია ცოტა გადაცვლილი რა. ხო, სიცოცხლე სიყვარული. ხო, და ეს ორი ერთი და იგივე. ხო, და მე სიკვდილის შიშის და სიცოცხლის სიყვარულიც ერთი და იგივეა რეალურად. არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთადერთი განსხვავებელი რაც არის მიმართება, რომელსაც ისინი აღძრავენ. სიცოცხლის სიკვდილის შიში აღძრავს კომპლექსიანობით მიმართებებს. და სიცოცხლის სიყვარული ბადებს უფრო თავისუფალ მოძრაობას. და შენ თუ სიკვდილზე გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლის სიყვარული გიჩნდება რა. ცოცხალ პროცესისთვის და სიკვდილის შიში ნიშნავს იმას, რომ ცოცხალ შედეგისთვის, ანუ სიკვდილისთვის. აი განსხვავება და ჰამლეტი ამ ტექსტში რეალურად ჰამლეტი არასწორად აკეთებს რა. ჰამლეტი საერთოდ ჰამლეტს რატომაც გონია, რომ სიკვდილზე გაიმარჯვა და სიკვდილზე ოღონდ როგორ გაიმარჯვა იცი არის სიკვდილი რა არაფერია, ჩემი ძაღლია სიკვდილი. რატო გონია მოიცა? იქ მესაფლავების სცენაში ზუსტად მაგას აკეთებს რაღაც თავის ქალა უჭირავს იქ რაღაცა წამიგან რეალურად რაღაც ინტერპრეტაცია. საფლავში ხტება. ხო, საფლავში ჩადის რაღაც შეებს სიგიჟეებს აკეთებს რა და თან უბრალოდ განცდა ეგეთი მაგიტო აქ რომ გაიქცა მართლა სიკვდილს. ხელიდან დაუსხლდა. მეკობრეებს ყავდათ ტიპი. გამოჭერილი თავისუფლად შეიძლება მომკვდარიყო. ვიღაცა გემიდან გადახტა იქ შეებრძოლა იქ და რაღაცა ტიპი უნდა მომკვდარიყო და გადარჩა. ჩამოვიდა დანიაში ისე. გადარჩენილია სიკვდილზე კი არ გაიმარჯვა სიკვდილი მაგის ძაღლი გახადა თავის წარმოდგენით. ეგ რეალურად არასწორია, იმიტომ რომ გამარჯვების ინსტინქტით, როდესაც მოძრაობ და ამას ოდისეაში ვამბობ, გამარჯვების ინსტინქტით როცა მოძრაობ, არც თუ ისე სწორ გზაზეც გახარ რა. და ეგ ზოგადად სამყაროშიც ეგრეა მარტო რაღაცა ომში გამარჯვების ინსტინქტი. ხო, ხო. humble უნდა იყო რა. ხო მიხვდი რა სწორად. კი. ანუ მოდი მამასთან იმართებაზე ვთქვათ. ეგ ბერძნული იდეა ხო რეალურად რაც აიღო მან ბატონმა ზიგმუნდმა ხო თვითონ მითიც ეგრე იწყება ხო ანუ ზევსის მიმართება მამამისთან არის ზუსტად ეგეთი უნდა დაამარცხოს და დაჯდეს მამამისის ადგილას ხო კრონოსის ქრისტიანობამ შეცვალა ის რომ თავად სამების იდეაც ხო სამებაში თავად სამება მოიცავს მამისა და შვილის იდეას, რომელთაც სულ სხვანაირი მიმართება აქვს. ანუ ერთი მეორეს კი არ ამარცხებს, ან ადგილს კი არ იკავებს. უფრო ის არის თითქოს ანუ მთლიანად სამება ხო მაგას ნიშნავს, რომ თან სამია თან ერთი, მაგრამ მამაშვილიც ეგრეა, ერთი წუთი მხოლოდ ორი ფიგურა რო ავიღოთ ამ სამიდან. მე არის მანდ აი ის ეპიზოდი, როცა ქრისტე არის ჯვარზე გაკრული და არ მახსოვს ზუსტად რომელ სახარებაში წერია, მე მგონი მათეს. რო ეძახის რატომ მიმატოვეო, ელი, მამა ღმერთო რატო. ეგ არის, ანუ თითქოს მამა როგორც ჩაგვრელი კი არა, მამა როგორც მხსნელი, რაღაც ეგეთი მიმართება შემოდის ქრისტიანობაში. ანუ ქრისტიანები არ ვამარცხებთ მამას. არა, ხო, ეგ სრულიად, მაქსულისგან სრულიად დაცლილია. დაცლილია, ხო, ანუ პირიქით არის. მიბაძვის ელემენტია. მიბაძვის ელემენტია და მე ეგ გაცილებით უფრო მეტად მომწონს. ოღონდ ის არის ну ლოგიკურია ხა რავი ნორმალურ ადამიანს არ ვიცი ჩემი შეხედულებით ეგ უნდა მოწონდეს. ოდისეაშიც ხო ეგრეა კაცო. რაღაცა კომბინაცია იმისიც და იმისიც. ოდისევსის მიმართებაზე თუ ვაპარაკობთ. ხო, მამასთან მიმართებაც ეგაა. მაგრამ ხა ოდისევს მაგრამ მამის უნდა დაამარცხოს ჯიგარი კაცია სახში ის არაფერს აკეთებს. ხო, და შესაბამისად არც არის ეგისა, რომ რაღაცა მამა ოდისევს არ სჭირდება თავის დასამკვიდრებლად მამამისის მოკლა. აქ იმ ხალხზე ალაპარაკებისაც სჭირდება რა თავის დასამკვიდრებლად. რო რამე ოდისევსის მამა რო ისეთი ყოფილიყო რა. ოდისევსის მამა რო ოდისევს. მაგრამ იმ წიგნში ვის ყავს ეგეთი მამა? აქილევს თუნდაც. ან რავი აიაქს თუნდაც ყველა სხვას ოდისეაში? აი ხა ოდისეაში არ მაგრამ ბერძნულში ოდისეაში უშუალოდ არავის ოდისეაში რაც ყველას დამარცხო ტროას ომში გაიმარჯვეს მაგაცი მაგარი თაობა არ არსებობს კაცო ოდისეაში ტელემაქეს აქვს ოდისევსთან ბიჭო ამბობენ რომ კი ამბობენ რომ სასიძოების დაჟილეტვის სცენაში ტელემაქეს მამამისის მოკლის სურვილი აქვს მაგრამ არ კლავს იმიტომ რომ სასიძოებს კლავს სასიძოებზე გაბრძოლება. არ ვიცი მაგრამ. მოკლედ აქ ის არის რომ ანუ მამა უკვე მკვდარია, მაგრამ მაინც ამჟღავნებს მამის მოკლის მიდრეკილებას, ხო? მიბაძვისასაც ამჟღავნებს. თავიდან მიბაძვის მიდრეკილება. მიბაძვისასაც ამჟღავნებს. და მერე დიონისური ენერგია რომ მოაწვება უფრო რომ იმძლავრებს. მერე უკვე მოკლის მიმართება. თავიდან ხო. ეგრე რა ხო. ბევრი მე მინდოდა რაღაც ეგეთის თქმა რა. ძალიან ბევრი ფიქრეთ ცოტა ვიფიქრე. მე ჰამლეტი ძალიან მიყვარს. პერსონაჟი არა, პიესა. ამბავი არის ეგეთი რა, რომ შექსპირი არ ვიცი ძალით განზრახ თუ შემთხვევით. პიესის
პრინციპს, ან სპექტაკლის პრინციპს იდეალურად იყენებს იმისთვის, რომ შექმნას ახალი ლიტერატურული მიმართებები. ახლა ამაში ბევრი არაფერი ახალი არ არის. ნახე რა ხდება. ზოგადად ლიტერატურისთვის ერთ-ერთი უდიდესი გავლენა არის პიესები. ან სპექტაკლები რა. ერთ-ერთი ამოვლი წერტილი იმისი თუ ლიტერატურა რატო არსებობს ისეთი ფორმით როგორიც არსებობს არის პიესები. მაგალითად მუსიკალურობა, რომელიც ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს დასდევს, მოდის პიესებიდან ეს ქოროს ამბავი. აი ზუსტად ნიჩე რასაც წერს. დიახ მაგასთან. და ეხლა ნახე შექსპირი როგორ რაღაც სახერხებს რა. აქ შექსპირამდე ყველა პიესა რომელიც დაწერილა, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის გათამაშებისას ძალიან რთულია სამყარო რა სივრცე შექმნა. ან მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან რა ოიდიპოსი კოლონოსში ოიდიპოსი რო ბრმაზის ქვაზე მის უკან დიდი სივრცე ანუ მაგას გარეთ სხედან რა როგორღაც ეგ სივრცე შექმნა სოფოკლემ როგორღაც ვიღაცები ესე ცდილობენ რომ რაღაც სივრცე შექმნან ამ შექსპირიც ცდილობს მაგალითად მეფელიერში ამ სივრცეს შექმნას მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე ჰამლეტში გადაწყვიტა რომ ეს სივრცე არ შექმნას აბსოლუტურად ყველა სცენა რომელიც დგება პირველი სცენის გარდა რომელიც არის სიბნელეში ამიტომაც არ გჭირდება რეალურად სივრცე შექმნა ანუ სიბნელი დახურული შეიძლება წარმოგიდგინო სივრცეს აკრობს როდესაც სივრცეს აკრობ პიესაში ან ნებისმიერ გარემოში სივრცეს რო აკრობ გიწევს რომ კონცენტრირდე პერსონაჟებს და დაიყვანო ყველანაირი თხრობა მარტო პერსონაჟებში და აქედან გამოდის ეგეთი რაღაცა რომ პერსონაჟი სამყაროს აღარ მიემართება გარემოს ან სივრცეს აღარ მიემართება პერსონაჟი მიემართება საკუთარ თავს და მეორე მხარეს რა მარტო და ზუსტად მაგედან იღებს დასაბამს ეგზისტენციალიზმი რა რომ სივრცის სრული დაცლა ხდება პიესის ან შექსპირმა ეს მოახერხა იმიტომ რომ თეატრი ეგეთი პრინციპით მუშაობს სივრცესგან სრულად დაცავა და პერსონაჟის თავში დაიწყო რაღაცა სპექტაკლის გადათამაშება რა და ეგ არის გენიალური მიგნება ეგ მაგამდე არ მოხდა არსად აი თუნდაც მოლიერი იქვე ხო არის მოლიერი არა აი დონ ჟუანში ტარტიუფში სივრცეს მაინც ქმნიან რა და შექსპირმა გადაწყვიტა რომ სივრცე ამოითხარა საერთოდ პატარა სივრცეში გაიგეთებინა ყველაფერი და მოდი კონცენტრირდეთ პერსონაჟზე მარტო იქაც სადაც სივრცე გჭირდება აი თუნდაც ინგლისში გამგზავრების ამბავი რო არის თუნდაც რო გვიყვებიან მე რომ შეებრძონენ მეკობრეებს ის ხო მარტო მოყოლილია ანუ ის ვიზუალურად ეგ სცენები არ გვაქვს იმიტომ რომ არ სჭირდება შექსპირს რეალურად შექსპირს აღარ სჭირდება სივრცეში ლავირება პერსონაჟების შექსპირისთვის სრულიად საკმარისია ის რომ პერსონაჟამდე დაგყვავს ამბავი და მის თავში ხდება სპექტაკლი რა რეალურად ჰამლეტის ტრაგედია არის ან ჰამლეტის ტრაგედია როგორც პიესის ტრაგედია არის ის რომ სცენარი ვითარდება ერთ პერსონაჟში ჰამლეტში თან მან რა იცი ანუ ჩვენ ეს პიესა ხო ესე არის დაწერილი. ჩვენ უყურებთ რომ ეს ხდება და მე მთავრდება ისე რომ ჰორაციო წადი და მოუყევი. ხო. ანუ რეალურად ეს ჰამლეტის თავში მომხდარი ამბავი, ანუ რაღაცა მოყოლით გადმოცემული და სივრცის განდაცლილი ამბავი, ანუ მონათხრობი არის მე რასაც ისმენს მომავალში ნებისმიერი ადამიანი. ანუ ჰორაციოსგან ჩვენ ესე ვთქვათ ჰორაციოსგან ვიგებთ ამ ამბავს რა თითქოს ჰორაციო გვიყვება ამ ამბავს. არის რომ მეორე შრე აქვს კიდე დამატებული მაგის ერთხელ ხო მოყვა და მეორედ ამ მოყოლილის მონაყოლს ვიგებთ ჩვენ და კიდე ერთ შრეს ამატებს მან რომ რაღაცა თითქოს უფრო დაამძიმოს აი იმას აქვს რა ქვია ბოდრიარს აქვს სიმულაკრების თეორიაში რომ დედა ანუ წყარო თითქოს მთავარი ბირთვი დაკარგულია რა და შენ რაღაც მე 4 იმაზე ხარ რა ქვია ბორხეს აქვს მაგაზე კაი მოთხრობა რა ქვია მერტო გამახსენე ამავიწყდა მოკლედ არის მოთხრობა იმაზე რომ გადაწყვეტენ სამყაროს ხელა დედამიწის ხელა რუკა გააკეთონ ზუსტად იმ ზომის რა რომ ყველაფერი დააჯდეს ერთ-ერთზე და ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით არის რომ აი ბოდრიარის სიმულაკრების თეორიის იმეორებს რომ თითქოს დედანი არის დაკარგული და ჩვენ ხა აი ამ ასლში ვცხოვრობთ რა რუკაზე რა ხო და ეს არის რომ ჰორაციო გვიყვება და ანუ ჯერ ხო ისეც მონაყოლია და ჰამლეტის თავში მომხდარია თითქოს ეგზისტენციალისტური გაგებით და არის რომ ამას კი არა სხვა პერსონაჟის თვალიდან ვიგებთ რა და ამას კიდე ჩვენი ხედვა ემატება და საერთოდ სადავარ და ანუ ის მოდერნიზმის ისა პოსტმოდერნიზმია აქ უკვე რა მოდერნიზმი აღარ არის
ძალიან სიგიჟეა. რეალურად ეგრე გამოდის, რომ პიესის მეოთხე კედელს ტეხა, პიესა აღარ არის. ხო? ამ პროსტა ამბავია პიესა. ხო. და ამბავია ერთი და ჰორაციოს იმას კი არ ეუბნება, მოყევი ამბავი რაც აქ მოხდა. მოყევი ჩემზე. ხო. ხო. მე ის მინდა რომ ახსენო რა. მაინც ვერ აი ჩემთვის ერთ-ერთი ამავე წერტილი ჰამლეტის არის პირველი შეხვედრა მამამისთან, ჭდილთან და დედამისთან რო არის ოთახში. პოლონიუს რო ყავს მან შეხვედრა რა. ბიჭო, პირველ შეხვედრაში მე მამამისი ეუბნება მამამისი უქმნის სამყაროს, რომელიც უსამართლოა. და უსამართლო იმიტომ რომ მამამისი ეგრე მოკვდა. ან მამა ჰამლეტი რო ეგრე მოკვდა, შესაბამისად იქმნება სამყარო, რომელიც უსამართლოა. და ჰამლეტი თავისი წარმოდგენით ილაშქრებს რაღაცა ილაშქრებს მის ირგვლივ არსებულ ვითარებებზე, რომ შექმნას სამართლიანი მორალური სამყარო. ეგ დებილი წარმოდგენა აქვს. ხო. და მე ანუ მისი წარმოდგენით თუ ეს სამყარო უსამართლოა, ამ სამყაროში რა ხდება? ამ სამყაროში უსამართლოდ მოკლეს კაცი, მამამისი, ამ სამყაროში უსამართლოდ ქორწინდებიან ვიღაცეებზე, ამ სამყაროში ყველა ისეთია, რა ქვია, ცრუპენტელა, ყველა მხარეს ირჩევს თავიდან გამომდინარე. აი, მაგალითად, შენ რა პრობლემას გაქვს კლაუდიუს, ჰამლეტიც ამბობს, რომ კი, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა და ეგ ეგრე არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ მე ტექსტის მანძილზე რას აკეთებს? უსამართლოდ კლავს პოლონიუსს. უსამართლოდ ექცევა. მე მგონი მან კლაუდიუსი გონია პოლონიუსი, არა? ბიჭო, კლაუდიუსი კი გონია, მაგრამ მაგამდე რატო არ კლავს მაშინ კლაუდიუსს? ლოცვის დროს როშია. ის პიკი მანდარი სპექტაკლი, ანუ მისი პერსონაჟის არა, მაგას ანუ სანამ პოლონიუსს მოკლავს, 2 წუთით ადრე ხო კლაუდიუსის ოთახშია. მაშინ რატო არ კლავს? ხო და აი მანდ არ არის ჯერ კიდევ აღზნებული. ხო და მთე მაგისთვის სჭირდება თან ურთიერთობით შედის მაგ მდგომარეობაში, რომ ვიღაცის მოკლაზე არის წამსვლელი. ეგ მესმის რასამო, მაგრამ მან კიდე ერთი დეტალი ამატება, კლაუდიუსი ფიზიკურად არ უნდა ეგონოს. ეგ მისი აშლილობის დასტური გამოდის. ანუ 2 წუთის წინ ოთახში კაცი ზის და ლოცულობს, შენ გამოხვედი იმ ოთახიდან, შეხვედი მეორე ოთახში, რანაირად შემოგასწრო იქიდან იმან აქ. რანაირი სიგიჟე არის. როგორ უნდა შემოგასწროს კაცს? რანაირად უნდა გეგონოს კლაუდიუსი მან. გასაგებია რომ ჰამლეტს მართლა კლაუდიუსი გონია, მაგრამ ისევ და ისევ ის ეგ მკვლელობის აქტი, რომელსაც ის ანხორციელებს, უსამართლოა და მე პოლონიუსის სიკვდილს როგორც ექცევა, ეუბნება რომ შენ ეს დაიმსახურე. რას ქვია ბიჭო დაიმსახურე? კიდე ერთ უსამართლო სიკვდილია. ხო. გილდენსტერს და როზენკრაცსაც უსამართლოდ აკვლევინებს იქ. რომ თავისი დაჟე ცრუპენტელობით აკვლევინებს. მეფის წერილს გადაწერს თავისი სიტყვებით და ისე უგზავნის იქ. მოკალით გილდენსტერი და როზენკრაცი და რო ჩამოდის პრეტენზია არა, ჰორაციო რო ეკითხება იმათ რა მოვიდათ, ხო, ეკუთვნოდათ და მოკვდნენო. როდესაც 2 დიდი კაცის ამბავში ვიღაცა მოხდება, ის აუცილებლად გაიწყლდება და მოკვდება ეგეთ რაღაც შეუნება ხონაც. შესაბამისად ის რო ცდილობს რომ სამყარო შეცვალოს და რაღაც მორალურად აქციოს. თვითონ იცვლება. ზუსტად. თვითონ ემსგავსება იმ სამყაროს, რომელიც წინააღმდეგაც გადაშქრებას ცდილობს და მე ვხვდებით, რომ ის სამყარო რეალურად ისეთი არ არის, როგორიც გონია. არც ისე ამორალურია. ის სამყარო რაციონალურია, დაალაგებულია. და ეს რომ მიდის იქ და რაღაცა პრეტენზიები აქვს, არ არის ჩემო ძმაო იქ. სულელი ყოფილ ხარ. ეგრე გამოდის, უნდა დადგე და ჰამლეტს ხარ სულელი ხარ რა. და სამყაროს შეცვლის პროცესში თვითონ იცვლება. თვითონ ტრიალდება სრულიად რა. ხოჭერს ეს არის ალბათ ლიტერატურაში კაი, პოსტმოდერნიზმში კიდე მე შექმნიან ეგზისტენციალურ პერსონაჟებს ისეთებს, რომლებიც თავიანთ ჭირს არ გვახლიან სახეში ესე პირდაპირ რაღაც. მაგრამ მაგამდე, ანუ მოდერნიზმში კაფკას, დოსტოევსკის, კამიუს მაგ ხალხის პერსონაჟები რო ავიღოთ, ჰამლეტი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც თავის ეგზისტენციალებს, როგორც ეგზისტენციალურ არსებობის აღქმას, როგორც ტრაგედიას ისე არ გვაჩვენებს. და პირიქით ტექსტი კი გვაჩვენებს, რომ ის ტრაგედია ჰამლეტის ესეთი არსებობა. მაგრამ თვითონ ჰამლეტისთვის გამოვლინების თვალსაზრისით კომედიურად. არა, უბრალოდ ყოველ ადამიანურია. მას გონია, რომ ყველა ეგრეა. ნუ არ ვიცი გონია თუ არა, რომ ყველა ეგრეა, მაგრამ მისთვის ის პრობლემა არ არის, რომ ის საკუთარ ეგზისტენციას იაზრებს. პირიქით რა, ეს არის, რომ ნელ-ნელა მიდიხარ და ეგზისტენციას იაზრებ და მე რაღაც მომენტში ქმედება უნდა აღიძრას. და აღიძრება რა ბოლოში. ოღონდ ძალიან გვიან. არ იტანჯება? ბიჭო, კი, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თავისი ეგზისტენცია გააზრებული აქვს, იმიტომ რომ მის ირგვლივ გარემო ის უსამართლო ჰგონია. მაგ შემთხვევაში მე მგონია მარტო ეგ არ არის მიზეზი, რომ უსამართლოა სამყარო მის ირგვლივ. მე მგონი რომ აი ეგ ეგზისტენციალური მდგომარეობა და კრიზისი თავისას შვება რა. მაინც მესმის რასაუბრ. სხვადასხვა იმ განსხვავებაზე მამას და შვილს შორის, ჰამლეტ ჰამლეტ შვილს შორის, სადღაც წავიკითხე რა მოვიწერე, შექსპირის პირადი ის შეიძლება იყოს ანარეკლიო რა. მამამისი
მამამისი გარდაიცვალა კათოლიკე, ანუ კათოლიკე იყო ბოლომდე და შექსპირს უფრო ახასიათებდა ეს რაღაცა გაორება და ყევები რწმენაშიო რა. არც პროტესტანტული პათოსია და არც კათოლიკური ამ ტექსტშიო. ეს ავტორი წერს, სახელი არ მახსოვს. ხო და შეიძლება რომ ეგ განსხვავებაც ის რომ მამა ჰამლეტი ძალიან მყარად დგას თავის არსებობაში და თავის პიროვნებაში და ჰამლეტის შვილი საერთოდ გაგიჟებულია, მაგას აღწერს, ხო? და ხო, აი აქ ეს ფრაზა მომეწონა, ჰამლეტი არის კაცი, რომელიც არა ბედისწერით, არამედ ცნობიერების მიერ არის განადგურებული, რა. ანუ ტრაგედიის იდეას ცვლის. ბედისწერა აღარაფერ შუაში არ არის რა. საკუთ აი გონება არის ყველაფრის წარმმართველი. მე აუცილებლად უნდა ვახსენო ელიოტი რა. იმიტომ რომ ამდენ კრიტიკოსი ტომას სტენზ ელიოტი არის ერთადერთი ადამიანი აი იმაში რა ქვია, მაღალ კლასის კრიტიკოსებში, რომელსაც არ მოწონს ჰამლეტი რა. აკრიტიკებს და თავის წიგნში Sacred Wood, ანუ საკრალური ტყე, მე მგონი ეგრე იქნება, აქვს ერთ-ერთი თავი ჰამლეტი და მისი პრობლემები. და იქ წერს, რომ ჰამლეტი არის დანამდვილებით artistic failure, ანუ სახელოვნებო ისა ჩავარდნაო რა, როგორ თარგმნოთ. შეცდომა, ჩავარდნა. არ გამოუვიდა ჰამლეტსო. ამას ამბობს რამდენიმე მიზეზის გამო. ანუ უწოდებს მონა ლიზას ლიტერატურის. ანუ ძალიან პოპულარულია, მაგრამ რაცა ვერც მთლად ისეთი ვერ არისო რა. ანუ მონა ლიზა ხო ეგეთი ნახატია, ეხა ძალიან პოპულარულია, მაგრამ მართლა ეხა 7 მილიონი ნახატი ჯობია, მაგრამ აი ჰამლეტი არის მონა ლიზა ლიტერატურისო. აი რატო წერს რა? ესე იგი ფროიდს ემხრობა ძირითადი ემოცია ამ იმის სპექტაკლის წარმმართველი არის შვილის, ანუ ჰამლეტის მიმართება, მისწრაფება დედასთან. ჰამლეტი არის წარმართული, მაშინ მთავარი არის ისეთი ემოცია, რომელიც არის გამოუხატავი. და ვერ ახერხებს ჩვენ გვიწევს მივხვდეთ ისეთი რაღაცეები, რასაც თავად შექსპირი ვერ ხვდებოდაო. ანუ ელიოტის აზრით ეს არის არასრულყოფილი პიესა და აქ არის აღწერილი ჰამლეტის ისეთი მდგომარეობა და ისეთი ემოციები, რომლის გამოხატვა შეუძლებელია ერთი მხრივ და მეორე მხრივ თავად შექსპირიც ვერ ხვდება რა ჭირს ჰამლეტსო. და ეს არის არასრულყოფილი პიესაო და წერდა რომ ანტონიუსი და კლეოპატრა გაცილებით ჯობიაო მაგალითად, გაცილებით კარგიაო. ხო და რა ვიცი ხა არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ჩემი აზრით სრული სისულელე უზერია. ანუ ელიოტი ეხა ძალიან დიდია, მაგრამ თუ ჰამლეტი არის artistic failure, ანუ სახელოვნებო ჩავარდნა და არ გამოუვიდა, მაშინ რომელი წიგნი არის, რაც გამოვიდა, რომელი პიესა არის. ანუ აი ისტორია მიგნება აქ არა და. კი, მაგრამ ჰამლეტის თვითონ შექსპირმაც არ იცის და დააქნა ჰამლეტი. მე არ მგონია ეგ, მაგრამ პრობლემაც არ მაქვს, რომ ავტორს არ ეგონოს სად გააკეთა თავისი პერსონაჟი. მაგის თქმა მინდა მეც. ანუ ეგ არ არის მიზეზი იმის გამო, რომ გაუმართავი იყოს პიესა. პირიქით გამართული და მაგ დროს. როცა ავტორის დიდებულებას თან ისეთი ავტორის, როგორც შექსპირი აღემატება პერსონაჟის სიღრმე, რომ თავად ის ავტორის ვერ მიხვდეს. მაშინ პირიქით გამოდის. მაგრამ მე მგონი ეს წერს, იმიტომ რომ ანუ ავტორის იმას უსვამს ხაზს, რაღაცა თითქოს ვერ გაკაჩაო. ხო, ანუ თითქოს თავად არ ყოფნის კომპეტენცია და კალამი არ უჭრის ისე, რომ ისეთი პერსონაჟი შეექმნა, რომ გაეგო რა თითქოს. პირიქით ამბობს მე მგონი, უფრო აკნინებს რაღაც. მესმის. და კიდე იმაზე ამბობს, რა ქვია, რომ მანამდე არსებობდა ბევრი ტექსტი და თომას კიდს ახსენებს, რომელიც წინა ეპიზოდში ვნახეთ და მაგას უწერია წინარე ჰამლეტიო და მაქედან პირდაპირ რაღაც ეპიზოდები აქვს ამოღებული, სადაც ჩანს, რომ იმ თომას კიდის ან შეიძლება შექსპირის წინარე ჰამლეტიდან აქ ამას გადმოღებულიო. მაგრამ ძალიან აკრიტიკებს რა და ფაქტობრივად გადაუარა. ეგ რა, ნაირი ლაპარაკია რა. მაშინ აი ვიღაცამ ეგ ამბავი მომიყვა, აი როჟები რომ ამბობენ, რომ ადამიანები რომ ამბობენ, რომ აი მაგან ეგ ამბავი იმას მოპარა. მართლა, რავი, მთელი ბერძნული ტრაგედიები მაგაზე ხო არ დგას შემთხვევით.
რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცას ეგ ამბავი უთქვამს თუ არა ის როგორ გადაათამაშებს ხო მაგაზია არა. ხო, ნუ მოკლედ აი ესეთ დიდ კრიტიკოსებში ელიოტი არის გამორჩეული და ერთადერთია ელიოტი. სხვადასხვა მისი 4 კვარტეტია ეხა აი აქ როდევს თარგმნა ზვიად რატიანმა ეხა ახალ გამოცემულია და რა ვიცი ახლა ამ ხელა ავტორს გამიკვირდა ძალიან არ ველოდი. კი. მოკლედ აი ესეთი ერთი ის კრიტიკა ნახე ჰამლეტზე. ცას ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ ბიჭო. ჰამლეტს. ხოჭოს ერთადერთი სცენა სადაც ჰამლეტი გიждდება არის როგორც ამბობენ არის დედასთან რო არის მისული რა რო კლავს იმას. ხო. პონიოს ერთადერთი მომენტია მან სადაც ჰამლეტი მართლა გიждდება. იმიტომ რომ კარჩე მაგის არგუმენტი რა არის რომ ხალი ხედავს რომ თავის მშობლმა კაცი მოკლა ვიღაც ხმოკლა ეს ვიღაც არის პოლონიუსი შენი მეგობარი დედის მეგობარი ამას რო შეესწრება ის ხალი ხო პულსი აჩქარებული უნდა ჰქონდეს ხო ჰამლეტი მშვიდა და არა აქვს პულსი აჩქარებული რა მაგ მომენტში უეჭველი ვიცით რომ არა აქვს აჩქარებული დედამის აჩქარებული და დედამის რა მომენტში ანუ რო კლავს პოლონიუსი ხო აჩქარებული დედამის აჩქარებული უნდა ჰქონდეს მან პულსი და ჰამლეტს არა და დედამისი რო ეუბნება გაგიჟებულ ხარო შვილო ჰამლეტი ეუბნება რომ ეს რა ის გავგიჟებული ვარო და პულს უსიჯავს დედამის და თავის თავს და ეუბნება რომ ერთნაირი პულსი გვაქვს ეგ მეტნაკლებად ნიშნავს რომ გაგიჟდა კიდე ფერზე არის მან ხაზგასმა თუ სწორად მახსოვს რაღაცა გაფითრებული არის დედამისი ეუბნება ხო დედამისი ეუბნება და მოკეთ ერთ-ერთი სცენა სადაც გიждდება თან ერთ-ერთი დასტური ისიცაა რომ მან რო აჩრდილი ელან გამოევლინება შეიძლება არ ევლინება რეალურად და ეჩვენება დედამისი რო ვერ ხედავს ხო იმიტომ რომ სხვა ეპიზოდებში სხვაებიც ხედავენ მაგრამ მაგის კონტრარგუმენტია რომ თვითონ აჩრდილის გადაწყვეტილება არის რომ დედამის არ გამოევლინება იმიტომ რომ ეგ აჩრდილებს ეგ უნდა არის გააჩნიათ როგორც ჩანს არა ეგრეა ხო ან მითოსურად რაც კი აიგრეა რომ აჩრდილებს უნარი აქვს რომ გამოიმჟღავნონ იმათ ვისაც უნდათ რომ გამოიმჟღავნონ მე მან მჯერა რომ აჩრდილი მართლა გამოვლენებულია და ეუბნება რომ გაჩერდი შვილო და მან მაგას იმიტომ ეუბნება რომ ბიჭო ხდება მამა ჰამლეტი რომ ეს ძალიან თავზე გავიდა უკვე რა ანუ ძალიან ზედმეტი სიგიჟეებს აკეთებს საწყალ გოგოს რეებს ელაპარაკება მამა მოუკლა თავის დედამისთან როგორ იქცევა ბიჭო და კაცი მოსაკლავ იყავს ანუ ვინც მართლა უნდა მოკლას იმას არაფერს არ უშვება არ კლავს რავი თავზე ადგახარ რა კაი თუ არ გინდა რომ ლოცვისას მოკლა დაელოდი სანამ ლოცვას მოხდება და მერე მოკალით რავი მარტივია რა ნუ გასაგებია მან მაგ იმიტომ არ კლავს რომ ახალ ლოცვა რო ახალი დამთავრებული აქვს არ მინდა მოკლავ არც მაშინო იმიტომ ცოტა სხვანაირად მინდა მოკლავ ხო რომ ისია ხო მონანიებული არ უნდა ჰქონდეს ცოდები რომ მოკლავ რა ჯოჯოხეთში რომ მოხდეს კაი მოდი შევაჯამოთ ორი სიტყვით და მოვჩეთ ნელა. ფინალზეც ხო არ ვთქვათ რამე. გისმენ. მე ფინალი წინასწარ ფინალზე აქ მინდა და მეთქვა რა. ფინალი არის ამ ტექსტის ფინალი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფინალი რაც ამიკითხავს. მე ლაერტის გამო ძალიან მიყვარს ეს ფინალი. ლაერტი რო იქ ამბობს რომ შემომიტევე ჰამლეტ ყველაფერი რაც შეიძლება შენთვის ცუდი მექნაო რა. მან ლაერტი ულამაზესად ყვდება. პოლონიუსი არის რომ უხშეცუდო როგორ მოახერხებენ ისევ და ისევ იმით დანანებით ყვდება პოლონიუსი კლაუდიუსი დანანებით ყვდება გერტრუდა როგორ სულელიცა ისე სულელად ყვდება რა და ჰამლეტი თავის ეგზისტენციით ყვდება ბოლოს მაინც ჩემი აღქმა ეგეთია რომ ჰამლეტი ახერხებს თავის ეგზისტენციით წასვლას და დამშვიდებული ნერვებით რომ მისი ეგზისტენციის გამსაზღვრელი იყო შურისძიება ოღონდ შურისძიება არა მამამისის გამო არამედ შურისძიება ყველაფერი იმაზე რაც ვერ იყო ანუ სანამ აღიძრებოდა მისი მამოძრავებელი ანუ სანამ აღძრავდა მოძრაობას იქამდე როგორიც იყო შურს იძიებდა მაგაზე და ტექსტის ბოლოს რომ ეუბნება იმას ჰორაციოს რომ ჩემზე მოყევი ეგ ნიშნავს იმას რომ მე უკვე ისეთი ვარ რომ ჩემ ძველთავზე შური ვიძიე და ჩემზე მოიყოლება და სიომე წერტილი დაუსვა ჩემ ეგზისტენციას ძალიან მაგარი ეგ არის მაგის თქმა გავიდეთ ბოლოში აბა გავიდეთ ბოლოში, მაგრამ რაღაცა უკმარისობის შეგრძნება მაქვს. კაი, ასე მგონია რომ მაგრამ ფროიდი ვთქვით. ლიტერატურული სიდიდეები ვთქვით. ხო, არა. აი, ხა რამდენი უნდა ილაპარაკო? ჯამში ჰამლეტზე 2 საათი გამოგვდის. მაგრები ვართ. ხო რა, იმედი არაფერი დაგაკელეთ. ჰამლეტი. ხო, ერთი ბანემ იმას ვახსენებ. სხვა ჯერს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამბავი რომ ხანდახან ადამიანებს რაღაც რისიც გვეშინია არ მართლდება და გვეშინია იმის რომ გამართლდება და ტექსტის კითხვისას
ეგ უნდა გავიაზროთ, რომ ტყუილად არ უნდა გვეშინოდეს იმისი, რაც გონია რომ გამართლება. შეიძლება შევემზადოთ, მაგრამ მაგის შიში არის არარაციონალური. ეგ ერთ-ერთი. ეგ არის ზუსტად შექსპირთან, რომ ეგ რასაც ელოდები, თვად ეგ არ ხდება რა. ზუსტად. ხო. და კლაუდიუსი გიყვარდით ხალხო. კლაუდიუსი გიყვარდით არა ის. და აი. კლაუდიუსი არა. ზეო. კარგად ხალხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობა ყველას, ვინც ქისაზე გვეხმარება და შევხვდებით ძალიან მაგარი ვიდეოთი. პირობას გაძლევთ. ვინ მოყავს რო იცოდეთ. ნეტა იცოდეთ ვინ გვყოლება სტუმრად ამის შემდეგ. ნეტა იცოდეთ რა ტექსტზე. და ნეტა იცოდეთ რა ტექსტზე. შეშა არა. უშიშო დარჩა. ნახოთ. აი